საღამო მშვიდობისა, ეთერშია ყვითელი ყუთი. დღეს ძალიან საინტერესო და მაგიური გადაცემა გველოდება, ვინაიდან ჩვენს ყვითელ სავარძელში ზის ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია. მადლობა სტუმრობისთვის. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გაქვს მოსაყოლი, იმიტომ რომ სულ ახლახან გამარჯვებული დაბრუნდი ესტონეთიდან. დაიპყარი უკვე მერამდენეთ ესტონეთი. და სანამ ამ საინტერესო თემებზე საუბარს დავიწყებდეთ, მე უცებ მოკლედ გაგაცნობ ჩვენი თამაშის წესებს. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის. საოცარი სტუდია გაქვთ, საოცარი აურით და ფერებით. განსაკუთრებით მომეწონა სამკუთხედები, რომელიც ცეცხლის სტიქიის მაჩვენებელი 5 ელემენტი გაქვთ და საოცარი სტუდია და საოცარი წამყვანი, რაც მთავარია. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა და მნიშვნელოვანია რომ ესეთ რამეებს შენ ამბობ. მე გაგაცნობ თამაშის წესებს. თამაშის დაწყებისთანავე შენ ხარ 1000 ლარის მფლობელი. ყოველი სწორი თუ არასწორი პასუხის შემთხვევაში შენ გემატება ან გაყლდება თანხა 200 ლარის ოდენობით. შენი ცხოვრების დღემდე გაუხმაურებელი დეტალები ჩვენს ვირტუალურ ყვითელ ყუთშია მოთავსებული და 5 ძირითადი შეკითხვა გარანტირებულ თანხას იძლევა, მაგრამ შენ შეგიძლია ეს თანხა გაზარდო. მაგიდაზე დგას 2 ყვითელი ყუთი, ერთში არის შეკითხვა, მეორეში დავალება. და დავალებას შეგვისრულებ იმ შემთხვევაში, თუ ამ შეკითხვაზე არ მოისურვებ პასუხის გაცემას. ძალიან საინტერესო თამაშია და ნახოთ. ნახოთ. მე ვფიქრობ, რომ ოცნებები უნდა ვმართოთ. უნდა ვისწავლოთ მათი მართვა. ოცნება ხო ძალიან საშიში რაღაც არის. თუ არ იცი სწორად როგორი ფიქრო, რაზე უნდა იფიქრო, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩვენი 90% სრულებისა სრულდება. როგორც კარგი, ასევე ცუდიც. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ყველაფერი იცვლება. მარტოობა არ მიყვარს, არ არის ჩემი კომფორტის ზონა, თუმცა მიყვარს განსაკუთრებით აი ეს ემოცია, როცა ბევრია ჩემს ირგვლივ, ჩემი მეგობრები და ასე შემდეგ და მე მაინც მარტო ვარ. ჩემ ცხოვრებაში არ არის ისეთი ადამიანები, ვისაც დამოკიდებულება. ძალიან მომწონს ეს გამონათქვამი, რომ არაფერი არ უნდა კონდეს ისეთი ცხოვრებაში, რასაც 2 წუთში არ იტყუვარს და არ დატოვებ. ემოციური ვარ, გრძნობიარე ვარ და ემოციებს თითქმის ყველა ემოციას გამოვხატავ. ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ყველა ემოცია გამოხატოს. ბოლოს ვიტირე დღეს, როცა ერთ-ერთი რთული დაავადება დაუდგინდა ჩემს პაციენტს. ხო, და მასთან ერთად. მისი ტკივილით. ძალას მაძლევს ხალხი, მაყურებელი, ის ადამიანები, ვინც ჩემს ირგვლივ არიან, ხო, მათი სიყვარული, მხარდაჭერა და ის პოზიტივი, რომელიც ყოველთვის იყო ჩემ ცხოვრებაში და ყოველთვის ზრდადია, არაფერს არ ვნანობ და ვთვლი, რომ გავლილი არასდროს არ უნდა ინანო. ერთი შეკითხვა მაქვს, ეხლა შემთხვევით მოხდა თუ სპეციალურად რომ ყვითელი პერანგი გაცვია? შემთხვევით არაფერი არ ხდება. სპეციალურად ყვითელი ბეჭედიც. სპეციალურად გადაცემით. ხო, იმიტომ რომ ის ენერგეტიკა, რომელიც თქვენთან არის, რომ უკეთ შემეგრძნო. ეხლა ესე რომ გააკეთე, დავინახე და ეს გრძელი ფრჩხილები მამაკაცისთვის უჩვეულოა. ესეც რაღაცაში გჭირდება, ხო?
აუცილებლად როგორც ქირურგს სჭირდება სკალპერი, ასევე ესთერიაში არის ინსტრუმენტები, რომელიც ადამიანის ენერგიას აძლიერებს, ეხმარება და ასე შემდეგ. ძველად იმ ადამიანებს, ვინც სულიერებით იყო დაკავებული, მათ ჰქონდათ ჩვეულებრივზე გრძელი ფრჩხილები, იმიტომ რომ ეს იყო მათი სტატუსი. ჩვენს ერაში ეს რთული ასახქმელია, ხანდახან არა ესთეტიურია, მაგრამ საჭიროა. ადამიანები, რომელიც მე მენდობიან, არ უყურებენ ჩემ ფრჩხილებს. აი შენ ახლა ქირურგი ახსენე. შენ ხომ თავიდან მედიცინით დაიწყე და სამედიცინოზე წარმატებით ჩააბარე და რატომ? პროცესი ჩემი სწავლისა ეხაც მიმდინარეობს, ისიც რომ სამედიცინო ეს მარტივად არ მთავრდება. თუმცა ეზოთერია და მეცნიერება ერთმანეთთან აბსოლუტურად ჰარმონიაში მოდის. და არის იმის შანსი, რომ თეთრი ხალათით გააგრძელო აი ესეთი სინთეზური მკურნალობა. სიამოვნებით და სურს, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა აი ეს ცოდნა ჩემში გამყარდება, მიახმარო, ესე ვთქვათ, ხო? 18 წლის იყავი, რომ გამოჩნდა აი ამ სფეროში, ხო? მე ვიცი, რომ ოჯახის რეაქცია საკმაოდ ისეთი სკეპტიკური, უარყოფითი იყო. როცა მე პირველად მომიწვიეს, ოჯახმა თქვა უარი. ეს იყო სორცა ვიყავი 17-ის, ჯერ 18-ის არ ვიყავი. უბრალოდ იმიტომ, რომ ჯერ არც მქონდა იმდენი გამოცდილება, ცოდნა, თან ჩემი ოჯახის სტატუსის დედაც ექიმი, ხო? დედაც ექიმი, მამა სახელმწიფო მოღვაწე, ხო? აქედან გამომდინარე, რაღაცა ის უცებ ვერ წარმოედგინეს ჩემი როლი და ალბათ მაშინ ვერ დავარწმუნე სწორად, რომ მე ეს შემეძლო. იყო უცხო მათთვის, იმიტომ რომ მათი პროფესია ეს არ არის. მოდი დავსვამ შეკითხვას, თემა ზუსტად ამას ეხება. იყო თუ არა ოჯახი თქვენი ეზოთერული საქმიანობის წინააღმდეგი? იყო. ძალიან დიდი მადლობა გულახდებობისთვის, შენ ხარ 1200 ლარის მფლობელი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ შენზე ჯერ კიდევ სამშობიაროში თქვეს, რომ კუდიანი გამოვაო და აი რატო? ხო, დავიბადე არასტანდარტულად უკუღმა. ფეხებით გამოვედი სამყაროში და ძველად ამბობდნენ, რომ ფეხებით ვინც იბადება, ის პირდაპირ კუდიანიაო და დედაჩემი დაბადებიდანვე ამბობდა ხოლმე, რომ ეს რასაც იტყვის, იმას წყალი არ გაუვაო. დამანათლა. როცა ჩემი დაბადება ბებიამ გაიგო, მას ქონდა ხილვა, ბებიას ქონდა ხილვები და როგორც კი სახლში მოვედით, ბებია როგორც მიყვება, დედა როგორც მიყვება, რომ ძალიან განსაკუთრებული ნიშნები მქონდა აი სხეულზე. ახალდაბადებულს, აი ოდნავი სიწითლეები, ოღონდ ძალიან მკრთალ და გარკვეული სიმბოლოებით და სხვათა შორის მე წინა კითხვაში აღვნიშნე, რომ მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ მათ ყოველთვის იცოდნენ ჩემი აი ამ ნიჭების განსაკუთრებულობის შესახებ და ისინი ყოველთვის მაძლევდნენ აი ამ კუთხით მხარდაჭერას, რომ რაღაც განათლება მიმეღო. არასოდეს მე როცა პროფესიონალური განათლების მიღება დავიწყე აი ამ სფეროში, მე დამჭირდა მათი ფინანსური მხარდაჭერა და რა თქმა უნდა აი ამ მიმართულებით და არა მარტო მორალურიც, ხო, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული თემაა. და ბავშვობიდან მე როცა 4 წლის ვიყავი, უკვე ის ნიშნები მივიღე, რომელიც აი ხელზეც ეხლაც მომჩნევია, ეს არის ჯვრის სიმბოლო, რომელიც ბავშვობიდან არის შემორჩენილი. 12 წლისამ კლასი როგორ დააგიპნოზე და რითი აი რანაირად? თქვენ ძალიან ბევრი გავარკვიე, მაგრამ აი მაშინ ძალიან დიდი რეაქცია მოყვა ამას, ხო, სკოლაშიც და მშობლებიც და სკოლაში იყო, როცა მე მყავდა ეს სამეგობრო წრე, ექსპერიმენტებს ვატარებდით ხოლმე აი ამ სფეროთ, იქ იყო გარკვეული ხანდახან სულების გამოძახება, აი რაღაცა ისეთ საინტერესო ამბები, თან ბავშვური, არა იმდენად სერიოზული. და მოხდა, რომ ერთხელ მასწავლებელმა მითხრა, რომ ვერ ამშვიდებდა ბავშვებს. მომეხმარეო. და მე დავაჰიპნოზე და დაიძინეს. რას ლაპარაკობ? ეზოთერიკოსებს გვაქვს ჰიპნოზის ძალა. გაუცნობიერებლად ბავშვობაში, მე უკვე დახვეწილად. და მაშინ ეს იყო ჩემი
შეხება როცა მე თვითონ შემეშინდა არა იმისი რაც თქვენი მასწავლებლისა ეს მდგომარეობა და გასვლა კლასიდან და ეს მისი პანიკა რომ აი ბავშვებს რა უქრან ეხა და მშობლებს რა უთხრან. ანუ შენ შეგიძლია ხა დამაძინო? ჩვენ ხო ვერ ვარჩევთ როდის გძინავს და როდის არ გძინავს. როგორ ვერ ვარჩევ? შეიძლება ხა გეძინოთ. ეხა მძინავს მე. შეიძლება. თქვენ როცა გძინავთ, მაშინ სანამ არ გამოიღვიძებთ, არ იცით რომ გეძინათ. ხო ესე? ხო. ამიტომაც ჩვენ შეიძლება ხა ძალიან ტკბილ, ბედნიერ სიზმარს ვხედავთ. ეს გადაცემა ეთერში რო გავა ხომ მიხვდებით რომ არ გვეძინა. რო გავიღვიძებთ შემდეგ. მე ვიცი რომ ეზოთერული წიგნები გადაგიყარეს. ერთხელ ოღონდ საფუძვლიანად. როცა უკვე აი ამ ნიჭმა უმართავად დაიწყო სიარული და უმართავობაში გულისხმობ ის რომ თავისნებურად იქცეოდა. ამას გააჩნია თავისი მართვის წესები, რომელიც შემდეგ შევისწავლე და რატო რამე დაგიშავებია, გაგიფუჭებია აი ამ უმართავობის პერიოდში? ხოლოდ სწავლების მიზნებისთვის, ხო, მეცნიერული მიზნებისთვის, როცა იწყებს სწავლას, გინდა რომ ყველაფერი გაიგო. და ამ დროს მოხდა ჩემ მართლმადიდებლობის ძიება. და მოხვდი მონასტერში. როცა მონასტერში მოხვდი, მაშინ მოხდა ჩემი ამ ლიტერატურისგან განშორება, გამიმართლა და შემოხდა სასულიერო პირი, რომელიც იყო ბერი, შავი ბერი, ერკვეოდა და იცოდა აი ამ სწავლების სიღრმისეული გამოვლინება, ის საიდუმლოებები, რაც ეხლა ვიცი, იქ იმ წიაღში, იმ საიდუმლო ბიბლიოთეკაში გადაიშალა ჩემს თვალწინ. მე დავსვამ შეკითხვას. ვინ იყო ის ბერი, რომელმაც ეზოთერულ ცოდნას გაზიარა? რადგანაც ის ახლა ძალიან ცნობილი სამღვდელო პირია და ამბები მისი ირგვლივ, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. შეიძლება შემდეგში სიამოვნებით ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ მე რომ მეკითხა, რომ შეიძლება თუ არა ნებართვა რომ აგეღო, სიამოვნებით, მაგრამ უნებართოდ მიჭირს მისი სახელის დასახელება. მაშინ შენ ხარ 1000 ლარის ფლობელი და 200 ლარი. როგორც ახსენე, შენი ერთადერთი მხარდამჭერი ოჯახში იყო ბებია, ხო? ერთადერთი არა, ძირითადი. ძირითადი. და მართალია რომ მისი სიკვდილი წინასწარმეტყველე? ყოველთვის გრძნობდი სხვების გარდაცვალებას წინასწარ. ეს იზრება რომ ის მაღლა მიმშვიდობება, მეუბნება იმ სიტყვებს, რა სიტყვებითაც მე სიყვარულებოდა. ამ დროს ავად იყო თუ არა, ჩვეულებრივად აბსოლუტურად ჯანმრთელი. ანუ არ ელოდებოდით მის თქვათ გარდაცვალებას ავადმყოფობის გამო. იყო 65-ის, ამიტომ რეალურად თქონდა. და მეუბნება რომ მე გარდავიცვალე, ეხლა გავდივარ ამ სამყაროდან და რამოდენიმე დღე იმ სამყაროში ვიქნები და შემდეგ უკან დავბრუნდები და შეგეხმიანებ. ჩემი განცდა იყო ძალიან სასიამოვნო, გაუმაღვიზდა ზარმა. ბებია ცუდად არის და ჩამოდი. გარდაიცვალა? და არაო. იმიტომ მახსოვს ეს განცდა ყველაზე მძიმედ რომ დავუჯერე, რომ ის ცოცხალი იყო და სავარცხლო. ანუ არ გითხრათ. მთელი გზა ცდილობდი რომ დახმარება გამიწეა მისი სიცოცხლისთვის, გამიძლიერებინა მისი ენერგია. ამის და მიუხედავად, როცა მივედი უკვე სახლში და სამეგრელოში იცით რომ ეს უამრავი ხალხი ეს ათასობით კაცით გადაჭედილი, მაშინაც არ დავიჯერე. მაშინაც კი ვფიქრობდი რომ იქნებ ცოცხალია ჯერ. მოდი დავსვამ შეკითხვას. გარდაცვლილ ბებიასთან კავშირი დღესაც გაქვთ? დიახ. თუმცა ეს ძალიან საინტერესო და კარგი პროცესი, ჯანსაღი პროცესია. ხილვა არ არის, ეს არის ისე როგორც თქვენ გესაუბრებით, ოღონდ იქ ვესაუბრები ამგვარად. პარალელურ სამყაროში. პარალელურ სამყაროში. ჩემი ცხოვრება ხო იქაც გრძელდება, მე ხო იქ ვისვენებ. ამიტომაც იქ მაქვს შეხება იმ ადამიანებთან, ვინც უკვე აქ არ არიან. და ბებიასთანაც იქ მაქვს შეხება, ჩვენ საუბრობთ ხოლმე, ის მეუბნება იქ რა ხდება, აქ როგორ უნდა მოვიქცეს. ანუ ორ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობ. შენ და უნებურად ხდება ის არ ელოდები, თუ აი თქვა გინდა ბებიასთან საუბარი. შეგიძლია რამენერად დაამყარო? როცა შენ გინდა ყოველთვის ჩემი ნებით. ყოველთვის შენი. ნახეთ რატო. მე ჩემი შესაძლებლობებიც
ექსტრასენსორიკა, ყველაფერი მე მაქვს გამორთული. აი ეხლა როცა თქვენ გადაცემაში ვარ, მაგრამ აბსოლუტურად აი ამ ნიჭების გარეთ. შეგიძლია ჩართო, ხო? რა თქმა უნდა. როცა მე შევდივარ ჩემს კაბინეტში, ვემზადები, ვიწყებ მუშაობას, იქ ფიზიკურად სხვა ადამიანი ხდები თუ რაში ეს ჩანს? თვალები მეცვლება და ენერგეტიკა იცვლება აუცილებლად. და იცით რა არის, რომ ამაში ჩვენ შევდივართ. ზუსტად აი ამას ვწავლობდი 12-დან 20 წლამდე თუ როგორ უნდა მემართა ეს შესაძლებლობა. მე არ ვაძლევ გარდაცვლილებს იმის უფლებას, რომ მე შემაწუხონ. შენ თვითონ უკაკუნებ როცა როცა ესეთი პროცესია ენერგეტიკული დიდი ხარჯი და იღლები. და ყოფილა შემთხვევა, რომ შეუწუხები ხარ თქვა, აი როგორც ამბობ, არ ვაძლევ უფლებას, რომ შემაწუხონო. არასდროს არ ყოფილა შემთხვევა. ავისული, ბოროტი, ან სხვა არსებები ადამიანთან მისულიყო მისი ნების გარეშე. ქვემოდან ვერ ამოდის, ხო? ადამიანის ნება ამ სამყაროში ძალიან ძლიერია. ესეთი ნიჭი თუ გაქვს კიდე, თუ არა? ვერავის ძილში ვერ გაუპატიურებს თუ მას არ სურს. ძალიან სწორად არის განსასაზღვრი თუ სად არის რეალობა, სად არის სულიერება და უკვე სად გადავდივართ იქ. ძალიან გრძელი თემაა და რომ არ გადაუხვიოთ ძალიან შორს რომ არ წავიდეთ ჭინკებთან. ჭინკებთან მეგეთქვი ხარ 1200 ლარის მფლობელი და მინდა დაგისვა ესეთი შეკითხვა. ეს ეზოთერიკის მართვის მოწმობა ვინ მოგცა? ანუ სადმე რამე შეისწავლე თუ მოსკოვის აკადემია გავიარეთ ონლაინ. შემდეგ მოხდა კონკრეტული კურსების შესწავლა აი ამ მიმართულებით ეზოთერიის. იქ ეს ხანგრძლივი სწავლება 4 წელი გრძელდებოდა, როცა ეს კურსი დავამთავრე, უკვე ამაში სერტიფიცირება სულიერ დიპლომს ხო არ მოგცემენ. უკვე დამთავრებული გაქვს და შენი ნიჭის, უნარის და იმ შედეგების მიხედვით გაქვს დიპლომი. თუმცა დიპლომირებული ვარ უკვე იმ კუთხით, რომ მაქვს გამარჯვების ხელი ევროპის საერთაშორისო ასოციაციის ექსტრასენსთა ბრძოლის გამარჯვებული. ახლა ესტონეთს რაც შეეხება, შენ ამ ექსტრასენსთა ბრძოლაში გამარჯვებული ხარ. მიპოვეს, მომწერეს, დავალება შევასრულე ონლაინ პირველი საფინალო და მეორე დღეს ბილეთები უნდა გაფრინდე და პირდაპირ ესე ვთქვათ გადაღებაზე უნდა ჩახვიდე. ეს იყო პირველი შოკი, ძალიან რთული პროცესი იყო, უკვე ვიცოდი რომ გავიმარჯვებთ. და გებრძოდნენ ძალიან სერიოზულად, მთელი ის იყო შენ წინააღმდეგ. ყველა მონაწილე განსაკუთრებით ბოლოს ღირსეული მონაწილე იყო თავისი ძალით. და მაგ დროს რო იმარჯვებ, კიდე სულ სხვა ფასი. იმარჯვებ, ხო. ძალიან ცუდი ჭორები დადიოდა. ფული გადაიხა და შეძლებული ოჯახი ყავსო და მაგიტომ მოიგო. ხსმენია ამ ჭორის სწორია, რომ შეძლებული ოჯახი მყავს. მე და ის ნაწილი რომ ფული გადაიხა, არასწორია. და ეხლაც გამარჯვებული ჩამოხვედი ესტონეთიდან. ანჯორი მასწავლებლების ტურიდან გამარჯვებული, ჩემი მოსწავლე მეორე ადგილზე გავიდა. იყო უკვე ის დაპირისპირებები, ყველას უნდოდა, რომ ეს მოსწავლეები მათი ყოფილიყო, მაგრამ ჩემი იყო. აი, ამაშია საქმე. მოდი დავსვამ შეკითხვას. ექსტრასენსთა ბრძოლაში ვინ გამოიყენა თქვენს წინააღმდეგ შავი მაგია? ოღონდ ჩემამდე დააგვიანდა და თეთრი გახდა და შემერგო. ეგ როგორ ხდება? ანუ ვერ მოქმედებს. არა ის რამ გაათეთრა, ის შავი მაგია. აი გზაში, აი იმან რომ შავი ენერგია წამოიღო, ჩემი მზე ამოვიდა და მე გეტყვით ვინც და გააკეთა ჩემს წინააღმდეგ მაგია, მას ქვია კრისტელე. ცხოვრებაში სხვა სახელი აქვს, რეალურად სხვა სახელი აქვს. გადაცემაში ის წარდგა როგორც კრისტელი. კარგი, ოღონდ არაფერი დაგვიშაოს. ერთი ადამიანი იყო, იქ ბევრი იყო შამანი, ევალდი და ასე შემდეგ. არა, პასუხისთვის 200 ლარი მოიგე. ხო, ნახეთ, მე ვინც მაგიური ზემოქმედება გამიკეთა მთელი ჩემი ცხოვრების
ისტორიაში ჯერ ისინი მიხვდნენ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, როცა სადაც არ დამეზარა, სწორი იქნება და დავურეკე და ვუთხარი. და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რატო? ვინ აკეთებს მაგას საიდან გრძნო? როდიში? პროფესია მაქვს სამწუხაროდ. ძვირია შენთან კონსულტაცია, რამდენადაც ვიცი. არა იმაზე ძვირი ვიდრე ერთი კბილის დაპლომვა, მაგრამ ენერგეტიკა თავის ანაზღაურებას ითხოვს. და შენ ძალიან კარგად მოახდინე ამ შენი ნიჭის მატერიალიზება და მაღაზიაც გაქვს, ხო? ის რაც გაგაბედნიერი. ხო, ბედნიერი ხარ. მაგით უნდა დაგეწყო მომეცი რა. არკები ყვითელი სპეციალურად არის? ყვითელი ყუთი მეც მოგიტე. ეს არის ფარშევანგის ბუმბული, რომელიც დამუხტულია იმისთვის, რომ წინსვლაში ხელი არავინ არ შეკიშავა. ანუ დამუხტული უნდა იყოს, თორე ესეთი ბუმბული მაქვს და იმას ეს ზალა არა აქვს, რა თქმა. აქტიურებული, გაძლიერებული და სპეციალურ დღეს ხდება აი ამის დამზადება. ეს სანთლები ვიცი, თავად ამზადებ ამ სანთლებს. ეს ვიცი, ამასაც მაგიური ძალა აქვს. ეს უნდა გარკვეულ თარიღებში დაინთოს, ხო? სპეციალურ დღეს. ახალ წელს დაბადების დღეზე. ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარია. უკვე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დაფნის ფოთოლი. ეს არ არის ჩვეულებრივი დაფნის ფოთოლი. ეს არის საბერძნეთიდან ჩამოტანილი იქ სადაც დაფნას სწირავდნენ ძველად ღმერთებს იმ ტაძრიდან ის უნდა კონდეთ საფულეში. თქვენ ხელში გიჭრავთ. ეს ყველაფერი თქვენთან იყიდება, ხო? ეს ის ცნობილი. ეს არის წითელი ძაფი, რომელიც ძალიან მინდა რომ მე შეგაბათ. ეს სურვილების ასრულების არის, ხო? მე ლოცვას ერთი და აგისრულდეთ ის სრულები, რომელიც ჩაიფიქრეთ. მაგარია. რამე რიტუალის ჩატარება ხომ არ შეგიძლიათ? აქვს. როგორ არ შეგვიძლია? ჩვენი აურის გასაწმენდად იმდენი ავითვალია, რომ გაგიჟდა. იცით რა არის? მე რომ მოვდივარ გადაცემაში, გარძავი თვალია, არც ბორო. და როცა ხვალ რა ვქნათ? ისევ დატოვებ. პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის ენერგიის მომატება. ძალიან მარტივად. ვიღებ წყალს. წყალი ყველა. ჩვეულებრივ წყალს. ჩვეულებრივ წყალს. ავიღეთ წყალი. ლიმონს და ლიმნის წვენს. ლიმნის წვენს აქვს ენერგეტიკული ფუნქცია, რომ ადამიანის ენერგეტიკული შკალა აწიოს მაღლა. ანუ ის ნეგატივი, რაც მივიღეთ, გადის ჩვენგან. ლიმონს ისედაც სულსვამდა? ლოცვას წაიკითხავთ. რომელ ლოცვას? მაგალითად, მე სიამოვნებით ვემშვიდობები ნეგატიურ ენერგიებს, ემოციებს, ბლოკებს. ჩემს სულს ვუსურვებ ჰარმონიასა და სიმშვიდეს. როგორც მდინარე მიედინება და მღვრიე წყალი არ დაგუბდება, ასევე ჩემი სული, სხეული ნეგატივისგან განიწმინდება. და ამინ. და დალიათ. და გაგვიმარჯოს. აი ამ პერიოდში იხსნება ცა და დაეშვება ის სასიამოვნო ენერგეტიკა, რომელიც ადამიანის გაწმენდისთვის არის კარგი. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია მივიახლოთ ბუნებას, მდინარეს, მოვიბანოთ სახე, ხელები და ვთხოვოთ, აი გულით ვთხოვოთ, რომ ის დაძაბულობა, ის ნეგატივი, ის წაიღე და ამავსე ისეთივე სიძლიერით, ისეთივე ნაყოფიერებით, ისეთივე სიკეთით, როგორიც შენ ხარ. აი რაც უფრო გჯერა, უფრო მაგრად მოქმედებს. ჯერა არ არის. არა, ისეთ მე გამიკეთებია ეგეთი. კი, ნახეთ რა არის ადამიანი არის ჩვევა. ადამიანი არის მიდრეკილი ჩვევისკენ. წუწუნა ადამიანი წუწუნებს, წუწუნებს და წუწუნებს. ცუდზე ფიქრობ, ცუდი გემართება. ცუდზე ფიქრობ და ცუდი ხდება. ჩვენი გონება მიჩვეულია რას? ატრანსფორმიროს ის, რასაც მიჩვეულია. იმას არ შეუძლია გამოცვალოს
ჩიპი, ხო? მას ერთი დიდი ტვინი აქვს და იქ არის ჩაწერილი ინფორმაცია, მაგრამ გადაპროგრამება Windows-ის გადაწერა შესაძლებელია. ამიტომაც, როცა შენ თავს ეტყვი, რომ აი დედები რო შვილებს თვალავენ და მათ ბედის ხაზებს რო კეტავენ, იცით როგორ ხდება? აი ხა ეს რო წავიდეს, რამე არ მოუვიდეს, რამე არ დაემართოს. ინტუიციაც ხოა რაღაცას გრძნობდა, იმიტომ. იცით როგორ ინტუიცია ხშირად არ მართლება 10 დღე მეშინია რომ რამე არ მოვიდეს, არაფერი არ მოვიდა და მე-11 დღეს რაღაც მოუვიდა, ხო? მოვიდა ჩვენს შვილზე ნეგატიური ფიქრი, ან მეუღლეზე, ან დედაზე, მამაზე, შიში. განდევნო იმ წუთას. ბლოკ წარმოიდგინეთ სიმბოლურად ცეცხლი და დაწვით. თუ პოზიტიური აზრებით შევცვლით ნეგატიური ენერგიის დინებას მუდმივ რეჟიმში, თანთანობით ჩვენი გონება გადაერთვება. ჭამის დროს საუბარი ხო არ შეიძლება. ზრდილობის თვალსაზრისით ხო? მაგრამ არ ხდება ეგ. რატომ? იმიტომ რომ საკვები იღებს თელს იმ ენერგიას, სიტყვებს შედის ჩვენს ორგანიზმში, გაჯდება მთელს უჯრედებში, ტვინში და ჩვენს სხეულზე ახდენს ზემოქმედებას. მაშინ კარგზე ვილაპარაკოთ და აი ამიტომაც თუ გინდათ რომ რამე თქვენ ცხოვრებაში მოხდეს, სრული აგისურვოთ, ბედნიერი იყოთ, თქვენი შვილები კარგად იყოს, მეუღლე კარგად იყოს, ჯამრთელები იყოთ, საჭმლის მომზადება არის ყველაზე მაგიური პროცესი, რაც შეიძლება მოხდეს და ყოველდღიური რიტუალი არის საკვების მიღება. ამიტომაც თუ თქვენ საკვების მიღების წინ იტყვით რომ მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ეს მაქვს, იმიტომ რომ ხვალ უფრო მაგარი დღე იქნება, ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უკვე გვაქვს. შემდეგ უკვე ჩემთან. შემდეგ უკვე შენ. ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა ამ გადაცემის დაწყების შემდეგ ჩემი ჯდომის მანერაზე. აი როგორ ზის, ვინ ასწავლა, სად გაიზარდა და რაღაც. ამ დროს მე ძალიან კომფორტულად ვზივარ მაგ დროს. სულ მავიწყდება სადა ვარ და სულ სხვა ენერგეტიკა ტრიალებს. ესე მგონია და აი რა აზრის ხარ, აი ამ ჩემს ჯდომას. აი ამაზე. მე ძალიან მომწონს. ეზოთერული კუთხით, რამეს ხო არ ბლოკავ, თქვა, ესე რომ ვზივარ, რამეს ხო არ ვიწევ უარყოფ. არა, თქვენ თუ თავს კომფორტულად მე გწნობთ. კი, მაგრამ აი რესპონდენტისთვის თქვა. არანაირად. არა ხო? ის ჯდომის მანერია, რომელიც ხასიათობრივად თქვენ. თავის თავიდანვე რაღაც ესე ავაწყვეთ და ესე გამოვიდა და უნებრივად მოხდა ეს და. უნდა ვეცადოთ ვიყოთ ის, ვინც ვართ ჩვენ. ბუნები ხო? შეიძლება ფიქრობენ რომ თქვენ ხართ გამომწვევი ამ დროს. გამომწვევი რატო? მე მაცვია, მახურავს ასე. რომ გახსნილობა არის გარკვეული იმპულსების მიცემა, ენერგიის გადაცემა. მაგრამ შეიძლება რომ თქვენც იძლევით გაუცნობიერებლად იმპულსებს. და განვაწყობ ჩემს მიმართ უფრო ძალიან მიხარია. ვიცი რომ ჯადო გაგიკეთეს და სახლის კარტანაც დაგიტოვეს. ჯერ ვიცი რომ ვინ აკეთებს, მე ვიცი რატო აკეთებენ. ანუ აი ამ რწმენით შეგიძლია თავი დაეიცვა. არა, მე რა თქმა უნდა პროფესიონალურად ვიცავ თავს. მეც შემიძლია დავიცვა ამით. იცით რა არის, თუ ძალიან თავი ბევრჯერ მткиვად მიპოვია. წამალი შეგიძლიათ დალიოთ, მაგრამ როცა ოპერაცია გასაკეთებელი, იქ ექიმია საჭირო, ხო? ამიტომაც არის რაღაც ზემოქმედებები, რასაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ უშუალოდ, მაგრამ არის სადაც აუცილებელია სწორი ენერგეტიკული მართვა. დახმარებისთვის მოგაკითხავ. ის მაგიური ზემოქმედება, რომელიც თქვენ გქონდათ, თქვენს ბედისწერაზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე იმოქმედა. ახლა უკვე აღარ მოქმედებს. თუმცა აუცილებელია მისი განტრალება. ეს მე კარგად ამიხსენი, ვერ გავიგე. ჯადო მქონდა და აღარა მაქვს? ჯადო მქონდა, მაგრამ ეს უკვე იმდენად ძრად არ მოქმედებს, იმიტომ რომ უკვე იმოქმედა, დაასრულა შედეგი და რაღაცა. 1 და 2 ბევრი. დავსვამ შეკითხვას. დაასახელეთ ცნობილი ასტროლოგის სახელი და გვარი, რომელმაც ჯადო გაგიკეთა. აი, ხომ მითხარი, ვიცი ვინ მიკეთებს. აბა, მე დავურეკე მას, როცა გააკეთა ეს მაგიური ზემოქმედება და ვუთხარი, რომ ვიცი რომ შენახარო. ხო, ვუთხარი, რომ კამერემა დაგაფიქსირეს თქო და რატო თქო, რატო ქენი თქო. მე არ მირთულდება მის სახელის თქმა. მაინც ქართველია და დავინდოთ. დავინდოთ. მაშინ გარანტირებული თანხა გაქვს 1200 ლარი.
მინდა იმ სამ ძირითად თემაზე ვისაუბროთ, რაც აწუხებს საზოგადოებას. როგორ მოვიზიდოთ ფული, მეორე არის როგორ გავთხოვდეთ, ან გავხსნათ ჩაკეტილი ბედი და როგორ მოვიხსნათ ჯადო. მე თქვენ გასწავლით, როგორ უნდა მოვიხსნათ ჯადო, ოღონდ ჯერ არა. ფინანსებს ფულს უყვარს ფული, მსგავსი ზიდავს მსგავს და ეს კანონი მოქმედებს ფინანსებთან. ტარდება 21 რიცხვში ამ თვის, ასევე 21 აგვისტოს და 21 სექტემბერს უნდა შეაგროვოთ ხორბლის თავთავები, რომელიც ახლა ძალიან ბევრია ჩვენს ირგვლივ. შენი ხელით უნდა შეაგროვო. აუცილებლად. სასურველია თქვენი ხელით, თუმცა ყიდვაც შეიძლება, რა თქმა უნდა. უნდა შემოიტანოთ სახლში ამ რიცხვში 21-ში. 21-ში და ესე ვთქვათ, მოაბნიოთ სახლში. ან შემოიტანოთ, ვაზაში ჩადოთ და დადგათ ცენტრალურ ადგილებზე, ხო, სადაც ეს იქნება ძალიან ლამაზი. ხოვითონ დაუდოთ ფულის კუპიური. ნებისმიერი ევროჯობია. ისეც რა ვალუტაში გაქვთ შემოსავალი. ხო? ევრო, ლარი, დოლარი დაუდოთ ქვემოთ და ეს სახლში იქნება ფინანსების მაგნიტი. მოიზიდავს ფინანსებს და თან მე სახში მაქვს და ნეანტ ლამაზია ის რო უყურებ პურის თავთავებს, ვიზუალურადაც გახსენებს რომ შენ დიდარი უნდა იყო. ბედის გახსნა? როგორ გავიხსნათ ბედის წერა? ბედის წერის გახსნისთვის აუცილებელია ვიყოთ მზად იმისთვის რომ რეალურად ვიპოვოთ ჩვენი მეორე ნახევარი. ეხლა რიტუალზე გადავიდეთ ბროწეულების ხეს პერიოდში, როცა მზე ძლიერია, ზენიტშია, უნდა შევაბათ იმდენი დაფნის ფოთოლი. შევაბათ დაფნის ფოთოლი როგორ? წითელი ძაფით. ეხლა ნახეთ, წითელ ძაფს ხომ მოვავ დაფნის. ამით თუ ნებისმიერი? ნებისმიერი წითელი ძაფით, შეიძლება ძალიან თხელით. უნდა შევაბათ დაფნის ფოთლები. იმიტომ რომ ბროწეული არის ქალური ენერგიის მატარებელი, დაფნა არის მამაკაცური ენერგიის მატარებელი და შესაბამისად იმდენი დაფნის ფურცელი, რამდენი წლისაც ვართ. ოღონდ სანამ შევაბავთ ამ დაფნის ფოთოლს, უნდა გქონდეს ერთი ღამე თავთან. დაფნის ფოთოლიც მაქვს ეზოში და ბროწეულის ხეც. всё. ჩემი ყველა ბედი თქვენთან გახსნა. მოდიან. მოდი გადავიდეთ ყვითელ ყუთებზე. მე ვნახავ შეკითხვას და მოგცემ მინიშნებას. კითხვა ეხება იმ ცნობილ მომღერალს, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობა ქონდა. დაგვისახელე? იცით რა არის, რომ პირადია ყვითელ ყუთში იდო ბედნიერად. დავალება გახსენე. დავიწყები ფურცლის ჩადება, არაფერი. დევს, როგორ არ დევს? როგორ არ დევს? ერთი დღე იმუშავეთ მშენებლობაზე. ამ ფრჩხილებით როგორ? ვერა? თუ გინდა კითხვაზე მიპასუხე. არა, ვიმუშავოთ მშენებლობაზე, ფრჩხილებით გადასარევად არა, ვიმუშავოთ. იქ ხო გეცმევა სპეციალური. ხო, ხელთათმანები და იცით რა, შეიძლება რომ რაღაც საოცარი რას ვაშენებთ? სახლს ალბათ. შელესავ, შეღება. ბედნიერ ენერგეტიკას იქ სადაც ავაშენებთ. ძალიან დიდი მადლობა ამდენი რჩევისთვის, გულახდილი საუბრისთვის. აურაც გაწმენდილია. ძალიან დიდი მადლობა ბედნიერებას გისურვებთ. მე კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. შენებლობა არ გამოტოვოთ. მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა და ნახოთ რა გამოვა. ესე იგი, დღეისათვის დასამთავრებელია ეს კარკასი, რომ დაიწყოს ბრიგადამ ყალიბის აწყობა. ანალოგიურად ეს ლიფტის უჯრედიც უნდა კარკასი დამთავრდეს, რომ გააგრძელონ ყალიბის კეთება. დასამთავრებელია რთულია ამის გაკეთება. არაფერი რთული არ არის, ერთი ორი კაცი ერთ საათში დაასრულებს. ამას უჭერთ ესეთნაირად. ჯერ ესე ვრიხავთ,
მე აქედან ხაზით ვიკავებ და ვჭიმავ შენსკენ რომ მოკაჩო, აი ესეთნაირად დააწვევი, მე გადაჭრი და მეტი არაფერი არ ჭირდება. ეხლა მე შემდეგი რა საინტერესო ქმედება. ვინც აქ იცხოვრობს, ხო? უნდა ჩავიფიქრო. ესე იგი მოვჭიმე, შენსკენ უნდა გაკაჩო. აჰა. და მოვჭერით, ხო? ხო, რა შეიძლება მაგას უნდა მოვკაჩი. მოვკაჩე? მე რომ მომოჭრა. არის, პირველი არის. ბლოკების გადაზიდვაც იწყება. ძიმე ყოფილა სხვადასხვა. იგი რამადლი ჩავდე ამ მშენებლობაში. აქ ვინც იცხოვრებს, იქნება ბედნიერი. აჰა. აი სუმე დავაწყე. ესე იგი ვზომავთ ახლა, უნდა ავიღოთ ზომა. ალბათ შუაში, ხო? ხო, შუაში. ზომაც ავიღეთ. ეხლა გასაჭრელად ემზადება და შუაში უნდა გაიყოს. ნელა მიადე და გახსნა. ძალიან რთული ყოფილა მუშაობა და თან დამღლელი. მაგრამ საინტერესოა, გიხარია რასაც აკეთებ და ხო, ყველაფერს ცოდნა უნდა და ალბათ ეს ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ და არ ჩანს. და მათი შრომა არის ძალიან დამქანცველი. ძალიან დიდი მადლობა ყვითელ ხუთს აი ამ საინტერესო დავალებისთვის, საინტერესო განწყობისთვის და ახალი ცოდნისთვის. მადლობა. Thank you.